სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო დედა ჩალაგე? აი, ვალაგებთ შენ. ნაჩვები. ხო არ მოიწყინე? რა მოიწყინე დედა ისე მიხარია რომ მიდიხართ. ეგრე მოგაბეზრეთ თავი? ხო, აი ერთი სული მაგ როდის წახვით ჩემი სულები გოგო. ხო იცი რაც მიხარია? ნუ კიდე, როგორც იქნა რომ დავისვენებ ორი დღე. ხო, ეგეც მიხარია. მაგრამ ელენე დედმამასთან ერთად რო იქნება იქ უფრო მიხარია. წამებს ითვლის. ხუჭი სამჯერ დაურეკა უკვე. მე არ იცი რა დღეში იყო. იმდენჯერ ამომალაგებინა ეს ტანსაცმელი. მე სანამ ყველაფერი არ მოიზომა, მანამდე არ მომცა უფლება რომ უკან ჩამეთო. მე ჩემი ტანსაცმელი გააკონტროლა კიდე. გაგიშებულია დედა ბავშვი, რამდენი ხანი ოჯახთან ერთად არსად არ ყოფილა. ოჯახთან ეხლაც არ იქნება. ნუ დედმამასთან ერთად ხო იქნება? ეგ კი. ხოდა ესეც კაია დედა, ძალიან კარგია რა, ბავშვს უხარია, როცა დედამამას ერთად ხედავს და ამითი არის ბედნიერი. და კიდევ რაღაცის იმედი აქვს ალბათ. ხოდა დედა იცი რა მგონია, რომ მაგ იმედს შენაძლევ და სულტყვილად. მე რა შუაში ვარ დედა, შენ გონია ვერ ხედავს ბავშვი? რას? რას და მამა რო გიждდება დედასე და დედა რო არა, დედა აღარ. დე ესეც ჩამიდე რა დამავიწყდა. დედა რა გინდა ეს სად უნდა იცურო? იქნებ სასტუმროში იყო საუსი. კაი ჩამდი. ისე ჩვენ მზად ვართ ხო? მამამ გზაში ვარა უკვე. კიდე დაურეკე მამას? რაღაც მაინტერესებდა. კი, თითქმის მზად ვართ. მამიკო, როგორ ახარ, კარგად ჩან? დაშვენ. დილა მშვიდობის. გამარჯობა. აბა, მზად ხართ? თითქმის 5 წუთი გვინდა. მა იცი რა მას ტანსაცმელები მომაქვს? მართლა? და რამდენი? ეს სუჩენია? აბა ხო უნდა გაიპრანჭოს არა? წავედით? აი 5 წუთი მინდა თმას მოვიწასრიგებ. აბა შენიც ახლა იცოდე სულს და გულს გაბარებ. თვალის ჩინებით მოუთხიბე. ხო, ეჭვიც არ ვეპარება. იცოდე, ყველას უნდა მოუგო. კაი. თან დაიწვა? არა, სხვათა შორის შეიბრაძა. მოპატიე, დამავიწყდა რომ უნდა მიმეხედა. ხო. და სხვათა შორის პატიებას თავისი პირობები აქვს. კარგი, თავიდან გაგიკეტა. არა. ეგ ვალის დაბრუნება არის. მაპატიეს პირობებია. გაკოცებ, ჩაგეხუტები. დღეს სამსახურში არ მივდივარ და მთელი დღე ერთად გავატაროთ. არა. არ გამოვა. იქნები მაშინ ესე ცოდვილი და ეგ იქნება. ცოდვა ერთით ნაკლები მექნება თუ ერთით მეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვიხუმრეთო. ვიცი. რა ხდება? არაფერი, უბრალოდ ცოტა აფორიაქებული ვარ.
ლადოსმანში ხო? გინდა გამოყო. არა, იმას არ ვამბობ, რომ შიგნით შემოვალ. უბრალოდ გამოყვები და გარეთ დაგელოდები. არა. დარწმუნებული ხარ, რომ არ გჭირდები არაფერში. კონკრეტულ შემთხვევაში თუ ზოგადად. ორივე. უფრო? ეხლა რო გითხრა, პირველი უფრო მაინტერესებს მეთქი დამიჯერებ? არა. ძალიან კარგი. გემრიელეს ხარ. თოლის ფური არ გიდუდა? არა. ისე დამოდებოდი მამა და ერთად გვეჭამა, არ ვიცოდი როდის მოხვიდე. გეკითხა, შეგაცოდა გეტყოდი. ცხელია და თუ გინდა, ჭამე. ისე? ნორმალურ ოჯახში სადღეზე ერთმანეთს ელოდებიან ხოლმე, ნორმალურში კი. არა, ეხა. ალაპარაკია იმა. რა ოჯახიც გვაქვს ისეთივე ლაპარაკი. რა არ მოგწონს, გამოგებინა. შენ მოგწონს? შენ აი ამას ოჯახს ეძახი? ოჯახში ერთმანეთი უყვართ. ხარში უდგანან. დაიწყე ისევ რა. ხო, და არც გავჩერდი. ესე იგი, ის შენი შემარცხვენელი და ჩახუტებული რო არ მყავს, ამის გამოა ყველაფერი? ჩემი და შენი შვილი შემარცხვენელი არ არის. გეყოლება შვილი და ნახა. როგორც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი რომ ასე არ მოგექცევი. ახლა ასე ფიქრობ. მაგრამ ნახავ. შვილი რო გეყოლება, ელოდები. ზრდი, თავსევლები, როდის გათხოვდება, შვილები ეყოლება და ამ ყველაფერს თავზე რო ჩამოგაქცევს. რა ჩამოგაქცე? მეტი რა უნდა გაეკეთებინა, ბიჭო? დამიდგა აქ და გამომიცხადა, თქვენნაირი არ ვარო. გეგონება რაღაცა იმ სასიკეთოს და სათაყვანოს აკეთებდა. არც სამარცხვინო უთქვამს რა. ეგეთია და მურჩა. ხო და ყავდეს. ეყოლება. უბრალოდ შენ იცი რა მაინტერესებს. ასე როგორ შეგიძლია შვილი შეიძულო. შენ იმის ხრცხვენია განსხვავებული რომ არის თუ იმის. ხალხი რა სიტყვის. ხალხი მე არ მაინტერესებს, გაიგე? არ მაინტერესებს. გაინტერესებს მამა. თან ძალიან გაინტერესებს. ეგრე რომ არ იყოს. შენთვის რა მნიშვნელობა ექნებოდა ვისთან იქნებოდა ბედნიერი? ეგ არის ბიჭო ბედნიერება? ეს არის ბედნიერება? კი. აბა ყოველში ცხოვრება? არც კი გწვენია რა. შენ რა გგონია გამაგებინე? მე და დედა შენს გვინდა რომ ეკა იყოს უბედური? ამ გგონია რომ არ მენატრება? დაურეკე მე. მოიყვანე, მაგრამ არა. შენ აი აქ შენი კომპლექსები გიჭერს. ზუსტად ვიცი ახლა რასაც ფიქრობ იმას რომ მართალი ვარ. მაგრამ შენი პრინციპები ისე რა უცნაურია, ეს გავაკეთე ყველაზე რთული ვარჯიშები, მე მგონი და საერთოდ არ დავუყევარ. არა, ჯერ ერთი ის ყველაზე რთული ვარჯიშები არ იყო. ხო და მეორე შენი სხეული ახლა ძალას იკლებს, როგორც შენი სული. სიმართლე რომ გითხრა, არასდროს არ მეგონა ფიზიკურ და ტურფოს, მაგრამ მაყოფილება თუ მოყვებოდა. ხო, ანუ თავიდან არც ვინჯეროდა, მაგრამ აი შენი გვარებით სკეპტიკოსი ვიყო. ვა, ჩემთვებით ჩემზე ხო არ ჭარაოდით. კი, სხვათა შორის ზუსტად შენზე ვლაპარაკობ. დარწმუნებული ვარ, აი რაღაცები. რა თქმა უნდა, ვამბობდით, რომ ყველაზე სიმპათიური ხარ არასპორტულ ადამიანთა შორის. გესმის? ხო და არ მინდა რომ იგივე ტიტული სპორტულ ადამიანებშიც მოიპოვო. არ მინდა, მადლობა, ერთი სპორტსმენის მეყოფა ოლიარში. როგორ ჩაიარა?
კარგად. ეს ჰოლისტიკური მიდგომა ძალიან კარგი მკურნალობაა. ხო და მაგრამ თაკო გითხრას თვითონ ჯობია, ხო? მართლა ძალიან კაი იყო. ეხლა ვეუბნებოდი ანდროს, რომ დაღლის მაგივრად რაღაცნაირად ენერგია უფრო მემატები. და ხალისიც. მეტყობა? როგორ არ გეყობა, რო გაგიცანი ზუსტად ესეთი იყავი. მაშინ რადგან ყველაფერი ასე კარგად მიდის. იქნებ ჩემთან მოხვიდე ცენტრში და ჯგუფ შევუერთდე. ხო. კი. არა, იქ უფრო ბევრად კარგად იგრძნობ თავს. თან ახალ ადამიანებს გაიცნობ. ისეთი აურა. შანსი არ არა მეცოდზე ვიფიქრო, რა სიტყვი. ხო, მე მზად ვარ უკვე რა. კი, მზად არის. ხო, ძალიან კარგი. ესე იგი, შემდეგი ვარჯიში ჩემთან ცენტრში. ჩათვალდით. მაპატიერა დამაგვია და ძლივს გამოვახცია. ძალიან მოხვედი არა უშავს. გეგონა არ მოვიდოდი? აიც ვიფიქრე ჩემზე ნაწყენია. ჩურჩოტი ხარ. მე ვიქნებოდი შენზე გაბრაზებული. ეგრე რომ მიგეყვანე სადმე. მახსოვს შენი გაბრაზება კი. ძალიან მწხვენია. შენ გამ რაღაცების მოსმენა რომ მოგიწი. რა შუაში ხარ შენ? აი რა. მე არ გეუბნეოდი წამოდი. ხმას არ მოიღებენ მეთქი, ჩემ გამო წამოხვედი და მე რა გავაკეთე? ვერაფერი. ხო და არ წამოვსულ ვარ შენ გამო. მეც მინდოდა სახლში მოსვლა. იცი როგორ მენატრებიან? ვიცი. ხო და ვიფიქრე იმათაც ვენატრები გაუხარდებათ ჩემი დანახვა თქვა, მაგრამ შევწდი. კარგი, არ თქვა ეგრე, ხო. გაჩერდი და აღარასოდეს აღარ მომიყვარა, რომელიმეს უყვარვარ და რომელიმე ჩემზე ფიქრობს. ის მამას ველაპარაკ. ეხლა გაჩვენდი თორე ავდგები და წავალ. კარგი. ხმას აღარ ვიღებ. სულ ნუ გაჩვენდები რაღაც შენი ამბები მეც მომიყევ. ჩემი ამბები რა ვიცი, ჯერჯერობით არაფერია ისეთი. დამპირდი რომ ფიქრის უნარს დაიბრუნებ და მორიგ რაღაც შარში აღარ გაეხლართები. პირდები. მიყვარ ხარ ძალიან. მეც. შენ კი რა ხდება? ბილეთი ავიღე და მივდივარ ამ კვირის ბოლოს. ამ კვირის ბოლოს? ცოტა ხანს რო კიდე ყოფილი. აი რა, ისედაც ტყუილა შემორჩი ამდახას. წამორა დავლიოთ რა. რაღაცინე. და მე ეს ჭიქანახევარს უნდა გაათრიო, ვიცი, არ რა უტიფარი ხარ? როდის ყოფილ ვარ სათრევი? და შენი წამორა მომინდა. ჩვენიც ესეთია ხა? მაგრამ ჩვენი ოთახი უფრო დიდია და რატო? იმიტომ რომ თქვენი ორადგილიანია, მა. მაგარია. დე, ხო დაათვალიერე მამიკოს ოთახი, წამოგავიდეთ. არა რა. ძალიან დაღლილი ვარ. ვიყოთ. მაშინ მეკავალ. არა რა, თან ძალიან მოწყნილი ვარ. რატო ხარ მოწყნილი? იგონებს. არ ვიგონებ, აბა კაია რო წავაგე. არ გწვენია, მამიკო. მეორე ადგილზე გასვლა წაგებაა. თან ამდენ ბავშვი. მაგას ამნიშნულობა აქვს. ეხლა არ აქვს მნიშვნელობა 100 ბავშვი აიღებ მეორე ადგილს თუ 5-ში. ცოტა კი. თან ის ბიჭი აი ბოლოს წინა ტურში რო ეთამაშა, ხო გახსოვს? 6 წლიდან დადის ჭადრაკზე, მა. ხო, იქ მშობლები რეებს ამბობდნენ, იცი? ზოგი მგონი ბაღიდან დადის. ეს კიდე 2 თვეში ნასწავლი ჭადრაკით მეორე ადგილზე გადის და მოწყენილია. მოწყენილი არ უნდა ვიყო? არა, დე. იცი რა მაგარი გოგო ხარ? ძალიან გვეამაყები მეც და მამიკოსაც. რაღაცა გინდა გითხრათ.